საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, გუში როგორც დაგპირდით, მე დღეს გაგაცნობთ 24 მაისის საყოველთაო სახალხო აქციის დღის წესრიგს, ესე იგი რას გეგმავთ, როგორ გეგმავთ და რა მოთხოვნები გვაქვს. პირველ რიგში მინდა გაცნობოთ, რომ მე დღეს ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ესე იგი შევიტანე განაცხადი, ქართველთა დიდი გაერთიანების განაცხადი დღის წესრიგის შესახებ. იცით, რომ გამკაცრებულია კანონები და რომ არ მოხდეს გაუგებრობა და ვინმე ტროტუარზე და ასე შემდეგ იქ არ დააჯარიმონ, ამიტომ აი ამის პრევენცია მივიღეთ, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან. ესე იგი, ჩვენ 24 მაისს 18 საათზე ვიკრიბებით მეტრო რუსთაველთან, შოთა რუსთაველის ძეგლთან, კვირადღეა და ველით ძალიან დიდ ფართო საზოგადოებას 18 საათზე დავიწყებთ საინფორმაციო აქციას და იმ მოთხოვნებს გავაჟღერებთ ყველაფერს, რაც გვაქვს აქ. ჩვენ ახლა მე წავიკითხავ კიდევ ერთხელ. დაახლოებით აქცია იქნება ასე საათი დაახლოებით 1 საათი, საათი და 20 წუთი. შემდეგ ჩვენ უკვე იქიდან დავიძრებით საპროტესტო მარშით კანცელარიისკენ. და შემდეგ იქ კანცელარიასთან ჩვენ გავაგონებთ არსებულ ხელისუფლებას, დღევანდელ არსებულ ხელისუფლებას იმ მოთხოვნებს, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ყური აქვს მოკრუებული. ჩვენ მრავალჯერ ესე იგი გავახმოვანეთ ეს მოთხოვნები და ვიმართეთ ხელისუფლებას და რომ ყოფილიყო კეთილინება ძალიან სწრაფად შეიძლება შესრულებულიყო ეს მოთხოვნები, რომელსაც მე ახლა წავიკითხავ, მაგრამ არც ერთი არ შეასრულეს. ამიტომ ჩვენ ახლა როდესაც აი ამ მოთხოვნებს წავუყენებთ, იქვე ჩვენ მივცემთ ვადას ხელისუფლებას, რომ იმ ვადაში უნდა გაქცეს არა მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხს უნდა გასცემ პასუხი და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვაცნობონ ოფიციალურად, თუ აი ამ მოთხოვნებიდან რის დაკმაყოფილება შეუძლიათ მათ. თუ არ იქნება აი ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული იმ ვადაში, მაშინ ჩვენ უკვე მთელი საზოგადოება, მთელი ერი უნდა მოამზადოთ უკვე იმ დიდი საყოველთაო სახალხო აქციისათვის უკვე, რომელზეც მხოლოდ მე შემდეგში ერთადერთი მოთხოვნა დადგება დღის წესრიგში. ეს აღარ იქნება მე ეხლა რასაც მე ახლა ჩამოვთვლი მოთხოვნებს, ერთადერთი მოთხოვნა მე იქნება ბოლოს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა, იმიტომ რომ 35 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც დამხობილი იქნა კონსტიტუციური სახელმწიფო, მესამე მთავრობა, მაგრამ რეჟიმი ერთი და იგივეა, ყველა აქვს ერთი მიდგომა და ერთი ხაზი. ყველა ანადგურებს, ყველა ყიდის ამ ქვეყანას მოსპეს მთლიანად და გაანადგურეს ქვეყანაში, ესე იგი სოფლის მეურნეობა, ეროვნული წარმოება, ესე იგი საშუალო ფენა გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს, განათლების სისტემა მთლიანად მოსპეს, ჯანდაცვის სისტემა არ ვიცი უკვე პირიქით საწინააღმდეგოდ მოქმედებს ხალხის ჯანმრთელობაზე პირიქით. ყველა აბსოლუტურად ესე იგი სადაც კი ადამიანი მიდის, ბანკი იქნება, წამალი იქნება, წამალი დასჭირდება და მივა აფთიაქში, პროდუქტებზე მივა, ყველა ერთნაირად ძარცვავს ქართულ ხალხს აი ამ 35 წლის მანძილზე. აბსოლუტურად მომსპარია ქვეყანაში ყველაფერი, მკვდარია სოფლები, იცლება რაიონები, ქვეყანას ესე იგი ემუქრება სრული განადგურება და ცოტა ხანში საქართველო იქნება ქართველების გარეშე. თუ ჩვენ არ დავდექით ყველა ქართველი ახლა ერთად ფეხს.
ამიტომ მეგობრებო, სრული უფლება გვაქვს ჩვენ, თუ კი აი ამ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ მოიყურებს ხელისუფლება, სრული უფლება გვაქვს ჩვენ, უკვე დავაყენოთ დღის წესრიგში არსებული ხელისუფლების გადაყენების საკითხი. ამჯერად ჩვენ 24 მაისს დავაყენებთ აი ამ მოთხოვნას. პირველი, აიკრძალოს ყველანაირი სტატუსის მქონე ქართული მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. იქ სასოფლო-სამეურნეო იმის დანიშნულებაა თუ არა სასოფლო, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, აქ არის ზუსტად თაღლითობები, გადააკეთებენ სასოფლო-სამეურნეოს არასასოფლოდ და შემდეგ ყიდიან. მეორე, გაუქმდეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს კრწანისში და გონიოში, ასევე სხვა დანარჩენი კვარტლების და სოფლების შენებლობას არაბული კომპანიების მიერ და ასევე ნებისმიერი არაქართული კომპანიების მიერ. ეს ინდური სოფლები იქნება, ჩინური თუ არაბული თუ ირანული, საქართველოა და ამის წინააღმდეგნი ვართ, ვინაიდან ჩვენ უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაში ვართ. მესამე, გაუქმდეს გალფის ქვეყნების მეშვეობით უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება იმ 17 აფრიკულ და აზიურ ისლამურ სახელმწიფოებთან, რომელზეც ხელი მოაწერა ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2025 წლის 17 აპრილს. მეოთხე, აიკრძალოს ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მეხუთე, საქართველოში ხანგრძლივი ემიგრაციიდან დაბრუნებულ ეთნიკურ ქართველებს გამარტივებული წესით ყოველგვარი ფინანსური გადასახადების გარეშე აღუდგეთ საქართველოს მოქალაქეობა. მეექვსე, გაასაჯაროვონ დავით გარეშთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებები, რომელიც იქნა დადებული აზერბაიჯანულ მხარესთან. მეშვიდე, გაუქმდეს დიქტატორული კანონები გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს ტროტუარზე დგომა იქნება თუ ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად, ესე იგი, ისეთი დიქტატორული კანონები, რომ რა ვიცი, დედამიწის ძულში არ ვიცი კიდე თუ სადმე რომელიმე სახელმწიფოშია, რომ ადამიანი დააკავო ტროტუარზე. მერვე, განთავისუფლდნენ პატიმრობიდან პოლიტპატიმრები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის მარადიული პატიმარი ირაკლი დოკვაძე, რომელიც მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე სამივე ხელისუფლების ხელში დაპატიმრებული ხალხ, კაცი, მხოლოდ და მხოლოდ ზვიად გამსახურდია სიყვარულის გამო. აღარ დასრულდა ამ ადამიანს, აი ყველა მსოფლიო რეკორდი მოხსნა, გონი მანდელაზე, ნელსონ მანდელაზე დიდხანს ზის. და ასევე დაუყოვნებლი უნდა გათავისუფლდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის იქნენ დაკავებული. მე არ ვამბობ იმას, რომ პიროტექნიკას და მოლოტოვის კოქტეილებს რო ისროდნენ, ყველა მასე დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ის რომ ახალგაზრდა აპროტესტებს რაღაცას და გამოხატვის უფლება აქვს და ტროტუარზე აკავებ, ასეთი ახალგაზრდები ყველა უნდა იქნეს დაუყოვნებლი გათავისუფლებულები. და მეცხრე, თქვენ იცით რომ დიდი ხანია უკვე, გონი ერთი თვეა უკვე კანცელარიასთან პროტესტი მიდის მშობლების, რომელთაც ყავთ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები აპროტესტებენ, ითხოვენ წამალს, ხელისუფლება დუმს დღემდე ერთხელ არავინ არ ჩამოსულა მათთან და არ გასაუბრებიათ. ეხლა რო არჩევნები იყოს, ხო? აქამდე 9 ჯერ გასცემდნენ პასუხს, მაგრამ აღარ აინტერესებთ ეხლა ეს ხალხი. აი ასეთი დანაშაულებრივი მიდგომით, ანტიადამიანური მიდგომით ესე მოღვაწეობენ დღესაც. უყურებთ თქვენ როგორ შეიძლება რომ ერთი ადამიანს არ აღმოაჩნდეს ადამიანობა იმ კანცელარიაში და ერთი ადამიანი მაინც არ ჩავიდეს ამ ხალხთან და არ გაესაუბროს. მერე მეგობრებო, თქვენ შეიძლება არ იცით ამ ბავშვებს აუცილებლად ჭირდებათ ფიზიო ვარჯიშები და ჭირდებათ
საცურაო აუზი. ეს არის მათთვის ყველაზე სასარგებლო ამ ეტაპზე. იმ წამალთან ერთად. წამალზე მე პასუხისგებლობას რა თქმა უნდა მე არ ვიცი და ვერ ვიღებ, ამას შობლები ითხოვენ, მაგრამ ეს არის აუცილებელი და ძალიან სასარგებლო, ყველა ექიმთან მქონდა კონსულტაცია, ფიზიო ვარჯიშები და ბასეინი. რისი საშუალებაც ამ ბავშვებს არ აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, სულ არის რაღაცა 100 ბავშვი მთელ ქვეყანაში, საქართველოში და აი ესე ამ ბავშვებს, ესე იგი, არაფრად არ აგდებენ. სახელმწიფო, აი წეგან ჯანდაცვაზე რომ ვლაპარაკობდი, არაფრად არ აგდებენ. აი რა გახდა ამ ბავშვებს რომ ფიზიო ვარჯიშები დაენიშნოთ უფასოდ და რაიმე ბასეინი გამოუყო. ამას გარდა ექიმთან კონსულტაცია წელიწადში ორჯერ აუცილებელია ამ ბავშვებისთვის და წარმოიდგინეთ სულ 100 ბავშვია და არ შეიძლებოდა უფასო ყოფილიყო 100 ლარს ახდევინებენ თითო კონსულტაციაზე და იმდენად დიდ უნამოსობასთან გვაქვს საქმე, იმხელა უსინდისობასთან და გარეწრობასთან გვაქვს საქმე, რომ ეს 100 ლარი ვიზიტი გაუხადეს 300 ლარი, სულ 100 ბავშვია რესპუბლიკაში, ესმით. 300 ლარი. აი ეს მოთხოვნებია, მეგობრებო, აბსოლუტურად უფასო უნდა იყოს ეს ექიმთან კონსულტაცია, დაუყოვნებლივ ეს ბრძანება უნდა გაიცეს და ასევე უფასოდ დაენიშნოთ ფიზიო ვარჯიშები და გამოეყოთ ბასეინი ბავშვებს. და მიაქციონ ყურადღება აი ამ მშობლების მოთხოვნას და კეთილი ინებოს და შეასრულოს ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ხალხის თხოვნა. აი ეს მოთხოვნები დადგება, მეგობრებო, დღის წესრიგში. ჩვენ შეიძლება მივცეთ აი ამ ხელისუფლებას ერთი თვის ვადა, თუ ამ ერთი თვის ვადაში ისევ ესეთი ყურის მოყრუება იქნება და არც ერთი ეს მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ძალიან სერიოზულად მოვემზადებით, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალებს ჩავთავთ და ერთხელ და სამუდამოდ ამ ხელისუფლებას დავანახვებთ საყოველთაო სახალხო მობილიზაციას მთელ საქართველოდან და დაისმება კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთადერთი მოთხოვნა და ეს წავა ჩვენი ეგიდით, ქართველთა დიდი გაერთიანების ეგიდით, როგორც ზეპარტიული გამაერთიანებელი პოლიტიკური ძალა, ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნა იქნება და სანამ არ მივა ის მოთხოვნა ბოლომდე, სანამ არ აღსრულდება ეს, ჩვენ დამშლელები აღარ ვიქნებით მერე. გადადგეს ანტიხალხური, ანტიქართული, ანტიეროვნული დამნაშავე ხელისუფლება. აი ეს დადგება დღის წესრიგში, თუ არ გაითვალისწინებენ 24 მაისს აი ამ ჩვენს მოთხოვნებს. მადლობთ ყურადღებისთვის, მეც გეტყვით პატივცემულო მეგობრებო, ეხლა ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად არც ერთი ქართველი არ დარჩეს, არც ერთი საქართველოს მოქალაქე, მე როდესაც ვლაპარაკობ ქართველს, იქ გულისხმობ ყველა იმ არა ქართველს, იმ საქართველოს მოქალაქეს, ეთნიკურად არა ქართველს, ასევე ვინც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობს საქართველოში, ეს იქნება ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად რუსი, ოსი თუ ვინც არ უნდა იყოს, ვისაც მამაპაპის საფლავები აქ და ერთადერთ სამშობლო თვლის საქართველოს, ყველა უნდა მოვიდეს ამ აქციაზე და როდესაც ჩვენ ქართველები წელგამართული ვიქნებით, თქვენც იქნებით წელგამართული ამ ქვეყანაში. თუ ჩვენ ესე გადაგვიარეს არაბებმა, რა ქვია იმათ, ინდოელებმა, პაკისტანელებმა თუ 1000 ჯურის ხალხმა, არ თქვენ გაგაჩერებენ აქ. ამიტომ ჩვენ თანაცხოვრების ისტორია გვაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ცხოვრობდით 10 წლეულების და საუკუნეების მანძილზე ერთად, ამიტომ ეხლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ყველას გელოდებით 24 მაისს კვირას 18 საათზე მეტრო რუსთაველთან, შოთა რუსთაველის ძეგლთან. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. მადლობთ ყურადღებისთვის.